მერძეული სექტორის ინიცირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდა სამუშაო შეხვედრა მერძეული სექტორის წარმომადგენლებთან, იყვნენ როგორც კომერციული ფერმერები, ანუ პირველადი მწარმოებლები, ასევე იყვნენ გადამამუშავებლები. ჩვენ ჰქონდა რამოდენიმე საკითხი მიმდინარე გასავლელი იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც დღეის მდგომარეობით არის ბაზარზე და ამ სექტორში ზოგადად და ასევე ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც მიმდინარე წლიდან იქნება ჩაშვებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან და დაიხმარება როგორც ადგილობრივ სექტორს, ასევე საბოლოო მომხმარებლის ინფორმირების კუთხით იქნება წინ გადადგმული ნაბიჯები. ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან და რძის სექტორის რძის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის. ეს ჩვენ იმედს გვაძლევს, ჩვენ როგორც ასოციაციას, რომელიც ფაქტობრივად ეროვნულ ასოციაციას წარმოვადგენთ ქვეყნის მასშტაბით რძის სექტორში, რომ ასეთი შეხვედრები და ზოგადად აქ გაჟღერდა ის, რომ მუდმივმოქმედი კომიტეტების და სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომელიც მომავალში იმ საჭიროებო საკითხებზე ისაუბრებენ, რაც ზოგადად დარგს აღელვებს და ჩვენ აქ დავინახეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ თვითონ სამინისტრო მზად არის წარმოადგინოს თავისი წინადადებები დარგის განვითარების, კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მოისმინეს ის თქვა წინადადებები და ის პრობლემატიკა, რაც დარგში არსებობს და კიდევ უფრო მომავალში მეტი გაჟღერდება თქვა ეს საკითხები, რომელიც ერთობლივად ვიმუშავებთ და ვთვლით, რომ ძალიან წარმატებულ ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით.